გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირება 300-მდე ახალგაზრდას თავაზობს. Გასულ წელს 60-მდე სტაჟიორიდან დაახლოებით 20 სამინისტროში დასაქმდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, უწყებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია დეფიციტური სპეციალობები: ჰიდროლოგია, გეოლოგია, სურსათის უნებლობა და ვეტერინარია. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც რა თქმა უნდა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს დასაქმდნენ საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირებით. უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მუდმივად საჭიროება ისეთი დეფიციტური მიმართულების სპეციალობების, როგორიც არის ჰიდროლოგები, გეოლოგები, სურსათის უნებლობის და ვეტერინარიის მიმართულების სპეციალისტები და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება გაიარონ ფასიანი ანაზღაურებადი სტაჟირება ჩვენ სისტემაში და შემდგომ დასაქმდნენ სწორედ ამ დარგობრივი მიმართულებებით. ერთის მხრივ მათ მიიღონ და აიმაღლონ საკუთარი კვალიფიკაცია და რა თქმა უნდა სამინისტროს მიეცეს საშუალება, რომ შესთავაზოს დასაქმების შესაძლებლობა ამ ახალგაზრდებს. გასულ წელს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ჩვენ სისტემაში ისარგებლა დაახლოებით 58-მა ახალგაზრდამ, აქედან დაახლოებით 20-მდე დასაქმდა უკვე სამინისტროს სისტემაში და წელსაც ჩვენ გეგმავთ, რომ დაახლოებით 300-მდე, ასე ვთქვათ, ახალგაზრდას შევთავაზოთ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სამინისტროს სისტემის სხვადასხვა დაწესებულებაში. ძირითადი აქცენტი და ძირითადი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი ჩვენთვის არის დეფიციტური მიმართულების პროფესიები, როგორიც არის ჰიდროლოგები, გეოლოგები, სურსათის უნებლობის და ვეტერინარიის მიმართულების სპეციალისტები და რა თქმა უნდა, მათთვის ერთის მხრივ შეთავაზება, რომ ასე ვთქვათ, კვალიფიკაცია აიმაღლონ და მეორეს მხრივ ბუნებრივია ამ სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდგომ მიეცეთ საშუალება, რომ დასაქმდნენ საჯარო სამსახურში და გააგრძელონ საქმიანობა.